განსხვავებულობა ეს არ არის სისტემა. ენი გვაჩვენებს რომ სწორედ ის რაც ხობს უცნაურად ეჩვენება, შეიძლება შენ ყველაზე დიდი ძალა იყოს. წლების მანძილზე ბიბლიოთეკაში წერდება პროექტი ჩემი საყვარელი წიგნი. ეს პროექტი ითვალისწინებს იმას, რომ ბავშვები კითხულობენ სხვადასხვა კლასგარეშე ლიტერატურას, შემდეგ მოდიან ჩვენთან და ერთმანეთს უყვებიან, რა წაიკითხეს, რა მოეწონათ და თავის მეგობრებს ურჩევენ, რომ მათაც წაიკითხონ აღნიშნული ესა თუ ის ლიტერატურა. ეს პროექტი ძირითადად მაინც წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ეხება. ჩვენ წლების მანძილზე თითქმის ქალაქში არსებული ყველა საჯარო სკოლა იყო ჩვენთან და ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნეს, ერთმანეთს გაესაუბრნენ და ძალიან ნაყოფიერი იყო ყოველთვის ეს პროექტი. დღეს ახლა ჩვენ მასპინძლობთ მეექვსე საჯარო სკოლას. ბავშვებს ძალიან კარგად ჰქონდათ მომზადებული თეატრალურად გააფორმებს კიდევ აი ამ წიგნების ამ ლიტერატურის გმირების როლში გამოდიოდნენ და ძალიან სანახაობითაც კარგი იყო და რა თქმა უნდა ამას თავისი შედეგი აქვს რომ ბავშვები ასე თუ ისე მაინც წიგნებს კითხულობენ. ჩვენ ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს წიგნების და ამას ნახულობენ კიდეც ჩვენთან წიგნად ფონდს ახალ წიგნებს და მე მინდა მოუწოდო ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა საჯარო სკოლებსაც რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და რა თქმა უნდა ბავშვებისთვის იქნება საუკეთესო საშუალება ახალი წიგნების დასაკითხად. მე პირადად ძალიან ბევრი წიგნის შესახებ გავიგე, ამ საღამო ძალიან კარგად ჩაიარა. თავიდან ნერვიულობთ, მაგრამ მაინც კარგად გამოვიდა. რამდენიმე ხნის წინ გადავწყვეტ ზესტაფონის ნომერ 6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომ წიგნებისადმი პოპულარიზაცია ნაკლები იყო. ამიტომ გვინდოდა ესეთი პროექტი გავუკეთებინა, რაც ინტერესს გამოიწვევდა და შევქმნით პროექტი წიგნების სამყაროში. ამით ბავშვები ვაკეთებთ, რომ ვითომ წიგნის პერსონაჟები ვართ, ცოცხლდებით, იმ წიგნის სამყაროში გადაყოლს ადამიანები და ადამიანებსაც ინტერესები უჩნდებათ. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი შრომა დღეს ძალიან დაფასდა, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, მაყურებელთაც მოეწონა და მინდა რომ კიდევ ბევრი პროექტი გავაკეთოთ და უფრო კარგი და კარგი ახალგაზრდები ჩაერთონ ამ ყველაფერში და შესაბამისად წიგნისადმი ინტერესიც გაიზარდოს, რადგან მართლა ძალიან ძლიერი საკანწურია ჩვენთვის.